საუბრო. ჩვენი დღევანდელი საუბარი შეეხება ფსიქოლოგიის და რელიგიის ურთიერთმიმართებას, ხო? როდესაც დავიწყე ფიქრით, რომ როგორ უნდა ამეწყო საუბარი, ხო? ალბათ პირველია რაც ინტუიციურად მომივიდა თავში აზრად, რომ როგორ უნდა წარმემართა დღევანდელი საუბარი, იყო რომ მესაუბრა აი იმ საერთოზე, რაც შეიძლება მოვიზიოთ და ნამდვილად ბევრი შეიძლება ვნახოთ, ესე იგი ფსიქოლოგიასა და რელიგიას შორის, ესე იგი საეკლესიო გამოცდილება რას გვეუბნება ადამიანზე და ფსიქოლოგია რას გვეუბნება ამასთან დაკავშირებით და უმეტეს შემთხვევაში რაც მომისმენია ხოლმე ფსიქოლოგიაზე და რელიგიაზე, როდესაც საუბრობენ, თითქოს აი ამ მიმართულებით მიდის ყოველთვის საუბარი. მაგრამ მე მივხვდი, რომ ეს გზა არ იქნებოდა მთლად მეთოდოლოგიურად სწორი, იმიტომ რომ ასეთი საუბრების დროს ყოველთვის გამოვრჩება ხოლმე ერთი მთავარი, რაც პირადად ჩემი გამოცდილებით ვამბობ, ამას არასწორი წარმოდგენა იქნება ხოლმე იმასთან დაკავშირებით, თუ ფსიქოლოგია რა მეცნიერება არის და ხა თუ ჩვენი მიზანი არის რომ რაიმე ას მიმართება ბესთან დავადგინოთ, უნდა ვიცოდეთ რა არის A, ანუ რა არის ეკლესია და რა არის B, ანუ რა არის ფსიქოლოგია. ხო, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ დავიკარგებით და ვერ მივხვდებით საით მოძრაობთ და საითკენ მივდივართ. ახლა ეკლესიის რაობაზე ამ კურსის განმავლობაში უკვე მე რამდენი ლექცია ჩატარდა, ძალიან კარგი ლექციები დოგმატიკაზე, ეკლესიის ისტორიაზე, კანონიკურ სამართალზე და ასე შემდეგ. ცხადია ამაზე არ ვისაუბრებთ და შევეხები ესე იგი პირდაპირ ფსიქოლოგიის რაობას. რომ აი ეს მომენტი არ დარჩეს ყურადღების მიღმა ჩემი საუბრის პირველ ნაწილში და მეორე ნაწილში კი მინდა გამოვკვეთო აი ეს რამდენიმე წერტილი, ასე ვთქვათ, რომელიც არ ვიტყვი წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ გამოწვევა არის ეკლესიისათვის და საჭიროებს ერთგვარ რეფლექსიას. ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ჩამოყალიბებული ერთიან ჩვენი ეს პერიოდი, სადაც წარმოუდგენელი სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიები, რომელიც მაგალითად თუნდაც ხელოვნური ინტელექტის თემა, ის საკითხები, რომელსაც წეღან ვახსენეთ, ხო, აი ბიოეთიკის საკითხები, ფიზიკურად არ არსებობდა იმ პერიოდში, როდესაც აი საეკლესიო აზრი ვითარდებოდა და ყალიბდებოდა. ამიტომ ჩვენ ახლა თუ სიტყვაზე რაიმე საღვთისმეტყველო დავა წარმოიშვება დღევანდელ ეკლესიაში, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ და ცოცხალი პროცესი არის. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ, ხო, მივმართავთ საეკლესიო წყაროებს, წმინდა წერილს, საეკლესიო გარდამოცემას, ეკლესიათა მსოფლიო კრებათა კანონებს, მამებს და აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ შევაჯეროთ პოზიციები და მივიდეთ ჭეშმარიტებამდე, მაგრამ აი რადგან ეს გამოწვევები და თქვენ შემთხვევაში კი აი ფსიქოლოგიიდან გამომდინარე დასმული ახალი პრობლემები არსობრივად არის თვითონ ახალი, ისეთი, რომელზეც ფიზიკურად ვერ იმსჯელებდნენ წინა საუკუნეების მამები, ხო, ამიტომ რჩება რაღაცნაირად აი თანამედროვე ეკლესიისთვის გადასაჭრელ ერთგვარ პრობლემად. ახლა ეს არ ნიშნავს, რომ ესეთი პრობლემაა, რომ მსოფლიო კრება უნდა მოვიწვიოთ, რომელიც ამაზე იმსჯელებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მცდელობებიც არის თეოლოგიურ წრეებში იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს ესეთ საკითხებზე მსჯელობები. თუმცა აი როგორც თქვი, ერთიანი პოზიცია ესეთი რამე არ არის. ამიტომ ჩემი საუბარი, ასე ვთქვათ, აი ასე შემოთავაზებასავით ვიტყვი, რომ მიიღეთ როგორც ხშირ შემთხვევაში მოსაზრება ერთი ადამიანის, ყველანაირად მზად ვარ კრიტიკისთვის, ყველანაირად ესე იგი დისკუსია მით უმეტეს, დისკუსია ყოველთვის უკეთესია ვიდრე მშრალად ნასაუბრები. ეს ალბათ უფრო ჩვენი საუბრის მეორე ნაწილში გვექნება და დავიწყებ მაშინ მოკლედ. უშუალოდ გადავალ თემაზე. ფსიქოლოგიის რაობა, რა მეცნიერება არის ეს ფსიქოლოგია? ახლა ფსიქოლოგია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული მეცნიერება თანამედროვე მეცნიერებებს შორის და ნებისმიერი ახლა ამაში იოლად დავწმუნდებით, თუნდაც სოციალურ მედიას რო გადავავლოთ თვალი, რამდენი საჯარო ლექციები იკითხება ფსიქოლოგიის თემასთან დაკავშირებით. აი ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული სულ მახსოვს ხოლმე მაგალითად ჟურნალ გაზეთებში იბეჭდებოდა რაღაც ტესტები, რომლებიც ზოგი ზომავდა არ ვიცი ადამიანის ინტელექტს, ხო, IQ კოეფიციენტს, ზოგი ადამიანის პიროვნულ მახასიათებლების დადგენისკენ იყო ხოლმე რაღაც შეავსებდი და როგორი ადამიანი პიროვნება იყავი ამის გამოვლენა იყო ხოლმე მიზანი და აი დღესაც ხო ხა ეს უამრავი ლექცია არის, საჯარო ლექცია, ჩართულობა საკმაოდ დიდია ხოლმე, ძალიან დიდი რაოდენობის ნახვები აქვს. ამ იმედს რაც ადასტურებს იმას, რომ ნამდვილად პოპულარული მეცნიერება არის. ოღონდ აი ამ პოპულარულობის გამო სწორედ ერთგვარი ფასის გადახდა გვიწევს ხოლმე ყველას.
ამას აი აბსოლუტურად ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს ფასი არის ის, რომ არასწორი შეხედულება ყალიბდება და წარმოქმნა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეცნიერება არის ფსიქოლოგია. თითქოს აი რაღაცნაირად ყველას აქვს ზოგადი წარმოქმნა, რომ გასაგებია ფსიქოლოგია რას აკეთებს, მაგრამ კონკრეტულად მაინც რა არის, არა. მეც დააგვითავე სანამ უშუალოდ არ შევეხე და აკადემიურად არ დავიწყე უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესწავლა, მთლად სწორი წარმოქმნა არ მქონდა. ახლა როგორი არის ეს წარმოქმნა, ხო? ალბათ იოლად გავიხსენებთ რაიმე სცენას ჰოლივუდის რომელიმე ფილმიდან, სადაც ფსიქოლოგი არის ადამიანი, რომელსაც აქვს ლამაზი კაბინეტი, მასთან არის კლიენტი, შესული სპეციალურად ვამბობ კლიენტს, რადგან პაციენტები ყავთ ფსიქიატრებს, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, ექიმი უნდა იყოს, რომ ფსიქიატრი გახდა, ხოლო ფსიქოლოგია თავისთავად ჰუმანიტარული მეცნიერება არის. და აი ეს ადამიანი, მათ ფსიქოლოგთან მისული ადამიანი თავისი რაღაცა პრობლემით გადაუშლის გულს ფსიქოლოგისგან ელოდება, ასე იგი, ისეთ რჩევას, ისეთ შეთავაზებას ამ პრობლემის გადაჭრის, რომელიც მას დაეხმარება და რაღაცა უკეთეს მდგომარეობაში დააბრუნებს, რომელიც მას დაკარგული აქვს რაღაცა მიზეზების გამო. შეიძლება ეს იყოს არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ ეს იყოს მაგალითად საოჯახო წყვილი, რომელიც ცოლ-ქმარი რაღაცა პრობლემით არის მისული, ხო? ახლა ეს დაახლოებით აი ესეთი წარმოქმნა ფსიქოლოგიის, ხო? ნამდვილად არის ერთ-ერთი მიმართულება, ერთ-ერთი ქვედარგი ფსიქოლოგიისა, რომელსაც ფსიქოთერაპია ქვია. თუმცა თავისთავად ფსიქოლოგიათან აქვე უნდა ითქვას, რომ ფსიქოთერაპიები ძალიან ბევრნაირი არსებობს. ბევრნაირი მიმართულებები და მიდგომები აქვს ამ ფსიქოთერაპიაში. და თვითონ ფსიქოთერაპია არის ერთ-ერთი ქვედარგი ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერების და თვითონ ფსიქოლოგია არის გაცილებით უფრო ფართო, გაცილებით უფრო ღრმა მეცნიერება, ვიდრე მხოლოდ ერთი მისი ქვემიმართულება. ახლა სემანტიკას თუ გავყვებით თვითონ სიტყვისაც, ხო? ფსიქოლოგია ნიშნავს ბერძნულიდან წამოსული სიტყვა არის და ორი სიტყვისგან შედგება, ხო? ფსიხესგან და ლოგიასგან, ანუ სული, ფსიხე და ლოგია მოძღვრება, სწავლება. ესე იგი ეს ყოფილა სწავლება სულის შესახებ, სიტყვასიტყვით. თუმცა თანამედროვე ფსიქოლოგია სულში არ გულისხმობს იმას, რასაც ჩვენ მორწმუნე ადამიანები ვდებთ ამ სიტყვაში, ადამიანის ესე იგი ის უკვდავი ნაწილი, რომელიც უფალმა უშუალოდ შთაბერა ადამიანს, შექმნა ადამი და რომელიც ჩვენი სხეულის სიკვდილის შემდეგაც აგრძელებს არსებობას, ანუ ჩვენი ცნობიერება არ წყვეტს არსებობას. ჩვენთვის ესაა სული, ხო? ფსიქოლოგია ამას არ გულისხმობს. შეიძლება ხა როდესაც ეს სახელი შეირჩა ვინმე გულისხმობდა, მაგრამ თანამედროვე ფსიქოლოგია ამას ესე არ უყურებს და ეს თავიდანვე არის საჭირო, რომ ესე იგი ითქვას. მაგრამ პრობლემას, აი, ჩვენი პრობლემა რა არის, უარ დაგვავიწყდეს მიზანი, რომ ესე იგი განვსაზღვროთ რა არის ფსიქოლოგია და შემდეგ მას შევხედოთ საეკლესიო პერსპექტივიდან. ართულებს ის, რომ ფსიქოლოგია როგორც ერთიანი სამეცნიერო დარგი არ არსებობს. ეს არის ძალიან დიდი უცნაურობა სხვა ნებისმიერ მეცნიერებასთან შედარებით, იმიტომ რომ სხვა მეცნიერებების შემთხვევაში საქმე როგორ აგვაქვს, ხო? მაგალითად, შეგვიძლია ავიღოთ ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, აქვს მნიშვნელობა, ხო? ბაკალავრიატზე რომ დაამთავრებს ადამიანი, თუ აქვს სურვილი რომ განვითარდეს და უფრო სიღრმეში წავიდეს, მაგისტრატურაზე უკვე ისიჩევს მიმართულებას, ხო? თუ ახლა ადამიანმა შეისწავლა ზოგადი ბიოლოგია, უკვე მაგისტრატურაზე შემდეგ ირჩევს უჯრედის მიმართულებას და შეიძლება ციტოლოგი გახდეს, ზოგი ანატომი გახდეს, შეიძლება და იგივე არის სიტუაცია. სემინარია იქნება თუ საღვთისმეტყველო ფაკულტეტი უნივერსიტეტის პირველ შემთხვევაში ჯერ ზოგადი თეოლოგია ისწავლება და შემდეგ უკვე მერე ვინც აგრძელებს მაგისტრატურაში სწავლას, კონცენტრირდებიან ხო ზოგი საეკლესიო ისტორიაზე, ზოგი კანონიკაზე, ზოგი დოგმატიკაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ამის მიზეზი ძალიან მარტივია, რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ჩვენი ცოდნა იზრდება ისეთი დიდი სისწრაფით, გროვდება ეს ცოდნა, რომ ერთი ადამიანისთვის ფიზიკურად შეუძლებელი არის, რომ ყველაფერი მოიცვას და ყველაფერზე კონდეს რაღაცნაირად, ესე იგი, ყველაფერს ძალიან ჩაუბრმავდეს. ფიზიკურად, აი, რომ გითხრათ, ჩემი დაკვირვებით, უბრალოდ ისიც კი შეუძლებელია, რომ ყველა წიგნს და სტატიას, რომელიც წლის განმავლობაში ქვეყნდება, რაღაცნაირად თვალი გაადევნო და წაკითხვა მოახერხო, იმიტომ რომ
ძალიან ძალიან ესე იგი ჩვენც ბევრი ვართ, ბევრი ადამიანი მუშაობს და ეს შეუძლებელია, ამიტომ ერთადერთი გზა რჩება ის, რომ ადამიანი სპეციალისტდეს ძალიან ვიწრო მიმართულებაზე. ეხლა ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიისთვისაც მართალი არის და ასე მუშაობს. იმ გაგებით, რომ არსებობენ ფსიქოლოგები, რომლებიც მაგალითად ჯგუფზე კონცენტრირდებიან, სოციუმის ქცევაზე, ხო, რაღაც ჯგუფის ქცევაზე. არსებობენ ფსიქოლოგები, მაგალითად, რომლებიც კრიმინალის სფეროში მუშაობენ და კრიმინალის ქცევის ახსნას ცდილობენ, ან მაგალითად განათლების სფეროში მოღვაწეობენ და ასე შემდეგ. ანუ ქვედარგები არის, მაგრამ აი ეს განსხვავება, რაც გითხარით, რომ ერთიანი ფსიქოლოგია არ არსებობს, ხო? ეს გაცდებით უფრო სხვა ამბავი არის. რასთან გვაქვს საქმე? ესე იგი, არსებობს ერთმანეთისგან ძალიან ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური სკოლა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იმდენად არიან ხოლმე ერთმანეთისგან განსხვავებულნი, რომ შეიძლება გაუცდე ადამიანი, როგორ შეიძლება, რომ ყველა მათგანი მაინც ერთიანი ქოლგის ქვეშ ერთიანდებოდეს და ყველას ფსიქოლოგია ერქვას, ხო? აა მოკლე ისტორიას რო გავყვეთ თვითონ ფსიქოლოგიისას და მე ამას აუცილებლად უნდა ჩაურმავდეთ აი ეს განსხვავებების სკოლებს შორის, რას ნიშნავს და ამისთვის ორ მაგალითს მოვიყვან. თვითონ რო გავყვეთ ახლა ისტორიას ფსიქოლოგიის, აა რა თქმა უნდა ძველი საბერძნეთიდან იწყება, როგორც ყველაფერი, მე მახსოვს სემინარიაში ჩვენმა ერთმა მასწავლებელმა ლექტორმა გვითხრა, რომ თქვენ ვერ ნახავთო ვერცერთ სამეცნიერო დარგს, რომელიც არისტოტელეს შრომით არ იწყებოდესო და ნამდვილად აი ესე არის ფსიქოლოგიის შემთხვევაშიც პირველი არის არისტოტელეს ნაშრომი სულის შესახებ, ის საუბრობს ადამიანის გრძნობებზე, მეხსიერებაზე, ასეთ საკითხებზე. ზოგადად ის თემები, რაც ფსიქოლოგიას აინტერესებს, ხო, ფსიქოლოგია ეს არის მეცნიერება, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ახსნას ორგანიზმის ქცევა. ორგანიზმს სპეციალურად ვამბობ, იმიტომ რომ ზოგიერთი ფსიქოლოგიური სკოლისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა ადამიანზე ისაუბრებ თუ ექსპერიმენტს, რომელიმე ცხოველზე ჩაატარებ და შემდეგ განახსნებს ადამიანზე, შეიძლება იგივე წარმატებით მუშაობდეს აი ეს პრინციპები. აა არისტოტელე იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც აი ამ თემას შეერწყო. მერე არის ჰიპოკრატე მაგალითად, მედიცინის მამაც წოდებული ექიმები როდებენ ჰიპოკრატეს ფის, სადაც ჰიპოკრატემ საინტერესო დასკვნამდე მივიდა ეს ადამიანი ინტუიციურად, რომ ადამიანის ორგანიზმში არსებული ნივთიერებაო განსაზღვრავს რაღაცნაირად ადამიანის პიროვნულობას. ნუ გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნულობაზე. ეხლა ცხადია ის სხვა რამეს გულისხმობდა, მაგრამ ნუ თანამედროვე ფსიქოლოგია და ნეირომეცნიერება ზოგადად ძალიან მკაფიოა ამასთან დაკავშირებით, რომ ჩვენს ესე იგი ნივთიერებათა ცვლას, ნეიროქიმიას, ბიოქიმიას, რომელიც ჩვენში მიმდინარეობს, ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩვენზე, ხო? ჩვენს ხასიათზე, განწყობაზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს საინტერესო ინტუიციური დასკვნა იყო ჰიპოკრატეს მხრიდან. მოგვიანებით უკვე, როდესაც რომის იმპერიაში ქრისტიანობა ხდება დომინანტი რელიგია, ზოგადად მთლიანად განათლების სფერო ეკლესიის წიაღში და მონასტრებში კონცენტრირდება. და განსაკუთრებით ახლა ფსიქოლოგიაც იმ გაგებით, რომ თუ ახლა ფსიქოლოგია ჩვენ როგორც ეს ტერმინი უცხო ტერმინი არის, მაგრამ ბერძნულ სამყაროში სადაც ეს მშობლიური ენა არის, იქ ეს ესმით, როგორც ქართულად რო გვესმოდეს, მოძღვრება სულის შესახებ, ან სულოლოგია შეიძლება ასე გამოვიდეს, ხო, რაღაცნაირად. სად უნდა იყოს ამის შესახებ, ესე იგი, კონცენტრირებული აზრი თუ არა, იქ სადაც ყველაზე მეტად სწამთ და აღიარებენ სწორედ აი ამ უგრავი სულის არსებობას და ესე იგი, ფაქტობრივად შუა საუკუნეების განმავლობაში ჩვენ თანამედროვე ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ არსებობს ფსიქოლოგია, როგორც ამას თანამედროვე მეცნიერება უყურებს, მაგრამ არის უამრავი, ესე იგი, სწავლება ადამიანის სულზე გადმოცემული. მთელი ფაქტიურად აი საეკლესიო ასკეტური ლიტერატურა შეიძლება გარკვეულწილად აი ამ ქვედარგად მივიჩნიოთ, რომელიც ადამიანის სულს აკვირდება, ხო, და ადამიანის სულს შეისწავლის. მაგრამ ყველა სახელმძღვანელოში ჩვენ შევხვდებით ერთ თარიღს, ეს არის 1879 წელი, როდესაც ლაიფციგში გერმანელი ფიზიოლოგი ვილჰელმ ვუნტი აფუძნებს ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორიას. აი ეს თარიღი ითვლება, რომ აი აქედან მოყოლებული ჩვენ გვაქვს ფსიქოლოგია. აქ ჩდება შეკითხვა, რომ ესე იგი, იქამდე რაც ხდებოდა, ის არ არის ფსიქოლოგია და ის ცოდნა არ არის მისაღები? პასუხი არის ის, რომ არა, რა თქმა უნდა, ეგ ეგრე არ არის, იგივე თუნდაც ახლა ჩვენი
ქართველი დიდმდამთავარი წმინდა გაბრიელ ქიქოძე რო გავიხსენოთ, მას აქვს ნაშრომი ფსიქოლოგიის დარგში, ხო? და ის ითვლება თუ არა თანამედროვე სტანდარტებით ფსიქოლოგიის როგორც მეცნიერულ ნაშრომად. საქმე რაშია, რომ თუ ძალიან მკაცრად მიუდგებით, არ ითვლება, იმიტომ რომ მეცნიერებას აქვს თავისთავად მეცნიერება უპირველეს ყოვლისა რა არის? ეს არის ის მეთოდი, რომლითაც მე მივიღებ ცოდნას. ბევრნაირი ცოდნა არსებობს, მაგრამ ყველა ცოდნა არ არის ერთნაირად ღირებული. ასტროლოგიაც ცოდნა არის, შეიძლება ტომები არსებობდეს ასტროლოგიაზე, მაგრამ იმიტომ რომ ის ჩემთვის პირადად ზღაპრები არის, ვერ ჩაითვლება ხო ცოდნა. და ამიტომ მეცნიერება უპირველეს ყოვლისა ეს არის ის მეთოდი, რითიც მე ცოდნას მივიღებ. წინა ისტორიაზე რაც ვლაპარაკეთ, არისტოტელიდან მოყოლებული ეს მოკლედ რომ შევეხე, ჰიპოკრატე იქნება თუ მერე საეკლესიო წიაღში, იგივე მაგალითად დასავლეთში თომა აკვინელს თავის სუმა თეოლოგიაში, რა თქმა უნდა აქვს ეს საკითხები მეტნაკლებად განხილული, იგივე აღმოსავლეთში წმინდა იოანე დამასკელი თავის ცნობილ მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნით გარდამოცემაში რამდენიმე თავში ეხება მაგალითად ადამიანის გრძნობებს, შეგრძნებებს, ხო ეს რა მექანიზმები მუშაობს და როგორ. საიდან ჰქონდათ მათ ეს ცოდნა? საიდან გამომდინარე საუბრობდნენ? მეთოდი იყო ინტროსპექცია. ინტროსპექცია ნიშნავს შიგნით ყურებას. ესე იგი, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს აკვირდება. საკუთარ თავზე დაკვირვება, აი წარმოვიდგინოთ მაგალითად ესეთი სიტუაცია, როდესაც რომელიმე მეუდაბნოე განდეგილი მამა ტოვებს ქალაქის ფოთს და ხმაურს, ყველაფერს მიდის უდაბნოში, რათა დრო დაუთმოს ლოცვას, მარხვას, საკუთარ თავზე ფიქრს, ხო? ესეთი ადამიანი ნამდვილად წლებთან ერთად ხდება ძალიან კარგი მცოდნე და ოსტატი საკუთარი შინაგანი ცხოვრებისა, საკუთარი სულისა. და მაგალითად რა იგულისხმება? ხო, როდის შემოვიდა მწუხარება, როდის სიხარული, რამ შემოიტანა სიტყვაზე უიმედობა, რამ სიტყვაზე რამ ამავსო სიყვარულით და ასე შემდეგ, რამ დამამწუხრა, ხო? წლებთან ერთად როდესაც ადამიანი აი ამის ინტროსპექციის ძალიან ესეთი კარგი მცოდნე ხდება და საკუთარ თავს კარგად შეისწავლის ამ კუთხით, ხო? და მასთან მიდის სხვა მეორე ადამიანი, რომელსაც რაღაცა პრობლემა აქვს, რაღაცა სარკივარი აქვს, შეიძლება ასეთ ადამიანს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, არც კი დასჭირდეს მისგან მოისმინოს რა ასტკივა და რა აწუხებს, ისე მიხვდეს მის შინაგან სულიერ მდგომარეობას. ეს უნდა არსებობს ინტროსპექცია და ინტროსპექცია როგორც მეთოდი დღემდე არ არის უარყოფილი. ბევრი ფსიქოლოგი შეიძლება დღემდე იყენებდეს. მაგრამ ამბავი არის ის, რომ ინტროსპექცია ვერ ჩაითვლება იმ ისეთი ხარისხის მეთოდად ცოდნის მიღების, რომელსაც მეცნიერულობაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია. და სწორედ ამიტომ არის, რომ ეს ცოდნა არავითარ შემთხვევაში უარსაყოფი არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა როდესაც საეკლესიო გარემოზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვაგვიწყდეს, რომ აქ ადამიანურ ძალისხმევასთან ერთად, ხო, ყოველ იმ ნაკლებობას, რაც ჩვენ გვაქვს, სულიწმინდის მადლია ავსებს და წმინდა მამებს და განდეგილ მამებს, რომლებიც ესე იგი ადამიანის სულის ყველაზე უფრო კარგად ვცოდნები იყვნენ, რა თქმა უნდა, მათ სულიწმინდის ნებოდა ამაში, მათ შორის. მაგრამ აი მეცნიერებას თავისი მიდგომები აქვს ესე იგი ცოდნის მიღების გზებთან დაკავშირებით და თუ ეს ყველაზე მეტი ასე ვთქვათ ხარისხი რომელ მეთოდს აქვს ექსპერიმენტს რა თქმა უნდა ესე იგი თუ რაიმე ცოდნა მიღებული არ არის ექსპერიმენტის გზით ის ვერ გაივლის ასე ვთქვათ მეცნიერულობის კრიტერიუმს და რადგან აი იქამდე სწორედ ეს მიდგომა არ არსებობდა ვიდრე ვილჰელმ ვუნდი დაიწყებდა თავის ლაბორატორია ექსპერიმენტების ჩატარებას ამიტომ ჩვენ ფსიქოლოგ დარგი არ აქვს. ვუნდტის შემდეგ, ეს არის 19 საუკუნის ბოლო, მთელი მსოფლიოდან ჩადიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლობენ მასთან და მერე დაიშლებიან, ყველანი ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში და იწყება ერთგვარი ბუმი, აფეთქება ფსიქოლოგიის, ფუძნდება აუარებელი ფსიქოლოგიური სკოლები. ახლა მინდა რომ აი ამ განსხვავებაზე ვისაუბრო, მაინც რა არის ეს განსხვავება ფსიქოლოგიურ სკოლებს შორის. ახლა შეიძლება მოგისმენიათ ესეთი ფრაზები, რომ აი ფსიქოლოგია ამბობს, ან ფსიქოლოგები ამბობენ, ხო? სინამდვილეში ეს არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ რომ იქვე ყოველთვის უნდა დავაზუსტოთ, რომელი ფსიქოლოგი ამბობს, ან რომელი ფსიქოლოგიური სკოლა ამბობს ამა თუ იმ რაიმე ჰიპოთეზას, რაიმე თეზის.
ახლა რას ნიშნავს ეს განსხვავება, მხოლოდ სიტყვად რო არ დარჩეს, საჭირო არის რომ მაინც მაგალითები მოვიყვანოთ და მე მინდა რომ ორი სკოლის მაგალითი აქვს და ეს განსხვავება. პირველი არის ზიგმუნდ ფროიდი, დამწყლას გაგიცის ხსენების გარეშე შეუძლებელია უბრალოდ თანამედროვე ფსიქოლოგიაზე ისაუბრო, იმიტომ რომ ფროიდმა ნამდვილად თანამედროვე ფსიქოლოგიის ფუძემდებლად. ფროიდი არის უამრავი სქელტანიანი წიგნის ავტორი. მისი პოპულარობა ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ბევრი სხვა მეცნიერისგან განსხვავებით ძალიან ისეთი იოლი ენა აქვს, იოლად იკითხება და საინტერესოდ და ჩვენ მთლიანად დღეს ლექცია ხო ფსიქოლოგიაზე არ არის და უკაცრავად ფროიდზე არ არის, ხა ფროიდის შესახებ ყველაფერს ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ აი ძირითადი კონცეფტი რა არის, მინდა რომ ეს ავხსნას მენელისათვის ფროიდის. მოკლედ ფროიდი ამბობს ეს რაღაცას, რომ ადამიანში მოქმედებს სამი ძალა, მოდი ასე ვთქვათ, სამი მოქმედი პირი. ეს არის ego, ლათინურად, ესე ლათინურად ego, ქართულად მე, ჩემი ცნობიერება რაც არის, მთლიანად მე. ასევე არის სუპერეგო, ანუ ზემე, ის ჩემი მორალური შეხედულებები, რომლებიც დაბადებიდან მოყოლებული საზოგადოებაში, სადაც ვიზრდებოდი სახლში, ოჯახში, შემდეგ ეკლესიაში, ხო, ჩამომიყალიბდა და მივიღე, ეს არის სუპერეგო და იდი, ანუ ინსტინქტები, რომელიც ადამიანს, ყველა ადამიანს გვაქვს, ხო? და აი ამ, ესე იგი, ეგოს, სუპერეგოსა და იდს შორის იმართება ესეთი შიდა ფსიქიკური კონფლიქტი, რომელიც იშლება იმ დრამაში, რასაც მე ჩვენი ცხოვრება ქვია მთლიანად. ახლა რა იგულისხმება ამაში? მოდი განვიხილოთ ესეთი მაგალითი. ახლა ფროიდისთვის გასაგებია ძირითადი საკითხი იყო სექსუალობა ადამიანის და მთლიანად ამის გარშემო ტრიალებდა ხოლმე, მაგრამ უფრო მარტივი თემიდან მარტივი მაგალითით შეიძლება მოვიყვანოთ. აი წარმოიდგინეთ, რომ ხშირად შიმშილი არის ძალიან ესეთი ინტენსიური და ძლიერი იმპულსი, რომელიც აღგუზრავს რაიმე ქცევის განსახორციელებლად, ხო? ამ დროს ადამიანს რას ეუბნება მისი ინსტინქტი, ანუ მისი იდი, რომ შედი ნებისმიერ სახლში, ნებისმიერ რასაც ნახავ, მოკლედ რასაც ხელი მიგიწვდება, გამოვაღე მაცივარი და შეჭამე საჭმელი და დაიკმაყოფილე ეს შენი სურვილი. ამ დროს საქმეში ერთვება ჩვენი მორალი, ანუ სუპერეგო, რომელიც ამბობს, რომ ეს არ შეიძლება, ეს არის უზნეობა, ეს არის კრიმინალი, ამის გაკეთების უფლება ჩვენ არ გვაქვს და ამიტომ რას ვაკეთებთ ამ დროს, ხო? ესე იგი, მიიღწევა კომპრომისი, ანუ ჩვენი შიდა ფსიქიკური კონფლიქტის დროს, სადაც იდი და სუპერეგო კომპრომისი და ეგო, ანუ უკვე მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ მივიდე მაღაზიაში ლეგალურად შევიძინო საჭმელი და ამგვარად ესე იგი დავიკმაყოფილო ჩემი შიმშილის მოთხოვნა. ახლა ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ხდება მარტივად გადაჭრა პრობლემის. მაგრამ ყოველთვის ესე არ ხდება ფროიდის მიხედვით. ფროიდის მიხედვით არსებობს სიტუაციები, როდესაც მაგალითად ბავშვობის დროინდელი ტრავმები, ხომ აი ალბათ ყველას გაგვიგია, ხო, რაღაც ბავშვობაში რაღაცა მოხდა და ამან მასზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა შემდეგ მოგვიანებით თუ რანაირი პიროვნება გაიზარდა და რატო იქცევა ისე როგორც იქცევა. აი მაგალითად ფროიდის მიხედვით შეიძლება მოხდეს ისეთი ადამიანი აღმოჩნდეს ისეთ რთულ სიტუაციაში, რომ მასზე ბავშვობის დროინდელმა ტრავმებმა მოახდინოს ძალიან დიდი გავლენა. ანუ რა ხდება, რომ როდესაც რაიმე დაუძლეველი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ადამიანი, თავდაცვის მექანიზმი არის ფსიქიკისთვის ის, რომ აი ეს დაუძლეველი პრობლემა, რომელსაც ვერ აგვარებს, განდევნოს. განდევნას არ ხდება. ფროიდი გვეუბნება, რომ ადამიანსო ცნობიერება, ესე იგი ერთი არის ჩვენი ცნობიერება, ყველაფერი ის, რაც ვიცით, რასაც ვაკონტროლებთ და ამაზე გაცლებდით უფრო დიდი სფერო არაცნობიერისა, აი ძალიან ვამარტივებ ახლა, რომ სიტყვა არ გამიგზელდეს და ფროიდზე არ გამომივიდეს, უფრო რთულადაა შედარებით, მაგრამ პრინციპისთვის გასაგები იქნება მსმენელისთვის. ესე იგი ცნობიერება გამოიყენა იმისთვის, რომ რაღაცა დაუძლეველი განედევნა და დაევიწყებინა და გადაეტანა უკან, მაგრამ რადგან ეს არაცნობიერიც ჩვენი ფსიქიკის ნაწილია და ის აგზელებს იქ განდევნილი, დათრგუნული ინსტინქტი არსებობას, ის ყოველთვის ცდილობს ზედაპირზე ამოსვლას. მაგრამ ზედაპირს აკავებს, ესე იგი, ცნობიერებას აქვს დამცავი ფარი, რომელიც არ უშვებს, მაგრამ ეს დამცავი ფარი მაგალითად შეიძლება ძილის დროს იყოს შესუსტებული. შესუსტებული ნიშნავს იმას, რომ მოშლილი არ არის, მაგრამ აი ეს განდევნილი, ესე იგი, ეს დათრგუნული ინსტინქტები შეიძლება ამოდიოდნენ სიმბოლოების სახით.
სიმბოლოების, იმიტომ რომ ესე იგი პირდაპირ არ ამოვიდა, დამცავმა ფარმა სახე შეუცვალა და ასეთნაირად ამოვიდა. ეს სიზმრები ერთი სახეა, თორე ფროიდისთვის ხო ნევროზები იქნება თუ ათასგვარი ფსიქიკური აშლილობები, ეხა იმის რო ვეკითხა, ყველაფერს იტყოდა რომ ფროიდი რომ ეს არის აი რაღაცა, მოკლედ ბავშვობის დროინდელი ამბების კულმინაცია და აქ მივახციეთ და მიზანი რა არის, რომ ესე იგი ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი დაეხმაროს ადამიანს ამ ყველაფრის გაცნობიერებაში და თავისთავად გაცნობიერება კი იქცევა მე უკვე განკურნების საწინდარად. ეხლა ეს არის ერთი სკოლა. ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიაში, მაგრამ ერთი და გასაგებია, ხო, დაახლოებით რაზე საუბრობს და რაზე კონცენტრირდება. ახლა მე მინდა რომ ერთი სლაიდი გავხსნა, რომელშიც მეორე სკოლაზე მოვყვები ძალიან მარტივად ამ თემებს, ესე იგი, ბევრს არ ულაპარაკებ, რომ მოსაწყენი არ გახდეს. უბრალოდ მინდა რომ ეს ფუნდამენტური განსხვავება იყოს გასაგები ამ სკოლებს შორის, რაც ართულებს რას ჩვენს მთავარ მიზანს, რომ აი დამოკიდებულება გავსაზღვროთ და კი, მაგრამ რომელთან უნდა განსაზღვროთ, ხო? ესე იგი, ზუსტად იგივე პერიოდში, როდესაც ფროიდი ამ თავის თეორიას აფუძნებდა, გაზიარდა? შეგიძლიათ ამიტომ დიახ, მამაო, და გაზიარდა. დიახ, გაზიარებულია. კი ბატონო. ესე იგი, ზუსტად იგივე დროს, როდესაც ფროიდი ამ თავის თეორიას ქმნიდა, რომელზეც ახლა ვისაუბრე, რომელიც ამას ქვეს სიღრმის ფსიქოლოგია, ფროიდის სკოლას. მე მარტო ფროიდი კი არ იყო, კაცო, ფროიდის მე თავისი მოსწავლეები გამოიყვნენ, მაგალითად კარლ იუნგი, რომელიც უფრო მეტად რელიგიასთან ახლოს არის ხოლმე, რელიგიურ ადამიანებს უფრო მეტად უყვართ ხოლმე კარლ იუნგი, იმიტომ რომ აი ამ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე შემოხდა სოციალურ ქსელში იუნგის ვიდეო, სადაც ეკითხება მას, ინტერვიუ არის და ჟურნალისტი ეკითხება თუ გწამთ ღმერთის არსებობაო და ისე უბნება რომ არა თუ მწამს მე ვიცი რომ ღმერთი არსებობს. ხო, ანუ ფროიდი ცოტა ძალიან მტრულად იყო რელიგიის მიმართ განწყობილი. აი მისი მოწაფე, რომელიც მე მას გამოეყო და ცალკე თავისი მიმართულება შექმნა ფსიქოლოგიის, გვეუბნება რომ არა თუ მწამს მე ვიცი რომ ღმერთი არსებობს. ახლა ცალკე თემა არის იუნგი ღმერთში რას გულისხმობდა და ცხადია ის არ იყო ქრისტიანი იმ გაგებით და არ იყო ეკლესიის წევრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც უფრო ახლოს არის ვიდრე ის, რომელიც მტრულად არის ხო ეკლესიასთან მიმართებაში განწყობილი. აი ზუსტად იგივე პერიოდში, როდესაც ფროიდი ამ სისტემას ქმნის, ჯერ საბჭოთა რუსეთში და მერე საბჭოთა კავშირში, მეცნიერი ივან პავლოვი ასევე ქმნის ერთ ძალიან საინტერესო სკოლას, რომელიც მე ამერიკაშიც გავრცელდა და ბიჰევიორიზმის სახელით არის ცნობილი. ბიჰევიორიზმი არის behavior ქართულად ნიშნავს ქცევას, ანუ ქცევის ფსიქოლოგია. ბიჰევიორიზმი ამოდის იმ დაშვებიდან, რომ ადამიანის ზოგადად ფსიქიკაში რა ხდება, ჩვენ ეს არ ვიცით. გონებას უწოდებს შავ ყუთს. იმიტომ რომ იქ მიმდინარე პროცესებს ვერ ვაკვირდებით. ბიჰევიორისტი გეტყვის ამას. მაგრამ რა არის ის, რაც ვიცით? ეს არის ქცევა. ანუ რა რეაქცია აქვს ამა თუ იმ ორგანიზმს გარედან მომავალ სტიმულზე. აი ამას კი ნამდვილად შეგვიძლია დავაკვირდეთ. ესე იგი ფაქტიურად იმის თქმით, რომ გონებაში რა ხდება საერთოდ ჩვენ ამის შესახებ არაფერი არ ვიცით, ერთიანად ხაზი გადაესვა იმ ყველაფერს, რაზეც ფროიდი მუშაობდა. არათუ აი ბიჰევიორისტები კი არ აკრიტიკებენ სიტყვაზე ამ სიღრმის ფსიქოლოგიას, უბრალოდ თითქოს აღიარებენ მის არსებობას, ისე ქმნიან ამის პარალელურ სისტემას, პარალელურ სკოლას. და ახლა ძალიან მარტივად რამდენად განსხვავებული არის, რომ შევხედოთ. სხვათა შორის ამ რა ქვია ვუნდტივით, ვილჰელმ ვუნდტივით წეგან რო ვახსენე იმის მსგავსად, ივან პავლოვიც ფიზიოლოგი იყო თავიდან და მას აინტერესებდა თავის კვლევებში მომნელებელი სისტემა, საჭმლის მომნელებელი სისტემა და როგორც ჩანს თავის ექსპერიმენტებს ატარებდა ძაღლებზე. და დააკვირდა უცებ რაღაც მომენტში მიხვდა რომ აღმოაჩინა რაღაც საინტერესო ფენომენი, რომელიც აუცილებლად მოითხოვდა ყურადღების მიქცევას. რასთან გვაქვს საქმე მოკლედ? ესე იგი, აი კურსორი ჩანს ახლა რო ვატარებ ნეტა? კარგი იქნება თუ გამოჩნდება. დიახ, ამასება ჩანს ყველაფერი. ხო. ანუ პირველ სურათზე ჩვენ გვაქვს სტანდარტული სიტუაცია.
ეს არის განპირობებამდელი სიტუაცია. მოდი ასე დავარქვა. სტანდარტული სიტუაცია რას ნიშნავს, რომ როდესაც ძაღლი ხედავს საჭმელს, მისი, ანუ სტიმული არის ჩვენი საჭმელი, მისი რეაქცია ბუნებრივად არის რა? ნერწყვდენა. ჩვეულებრივი ამბავი არის. ამიტომ ქვია ამას უპირობო სტიმული და ამიტომ ქვია ამას უპირობო რეაქცია. მეორე სურათზე თუ გადავალთ, დავინახავთ, რომ ესე იგი ისევ განპირობებამდელი პერიოდი არის. ხო, არსებობს ნეიტრალური სტიმული, მაგალითად ზარი. ეხლა პავლოვი როგორ მივიდა ამ დასკვნამდე, საერთოდ რა მოხდა, რომ როდესაც შედიოდა, მან დაინახა, რომ ვოლიერებში ეყოლებოდა ეს ძაღლები მას, ხო, დიდი ალბათობით და საჭმელი შექონდა რეგულარულად. დაინახა, რომ რაღაცა მომენტის შემდეგ ძაღლს ნერწყვი მოსდიოდა არა მხოლოდ უშუალოდ საჭმლის დანახვაზე, არამედ მაგალითად სინათლის ანთებაზე, კარის ხმაზე, ან ფეხის ხმაზე. ადამიანის უცებ საჭმელი უნდა შეეტანა და აქ მიხვდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანთან ქონდა. ჩვეულებრივ შემთხვევაში ნეიტრალური სტიმული, ანუ პირობითად არის აქ ეს ზარი ახლა დახატული, ძაღლში არ იწვევს იმ რეაქციას, რომელსაც საჭმელი, ანუ ნერწყვდენა არაფერ შუაში არ არის, მაქსიმუმ ძაღლმა თავი მიატრიალოს ამ წყაროსკენ, საიდანაც ეს ხმა მოდის. მესამე შემთხვევაში, თუ ჩვენ ერთმანეთს გადავაბავთ ორ სტიმულს, ანუ ანამ ძაღლს მივაწვნით საჭმელს, იქამდე იქნება ზარის ხმა და ეს განმეორდება რამდენჯერმე. ეს მოგცემს აუცილებლად იმას, რომ პირველ შემთხვევაში იგი ძაღლს ექნება რეაქცია ნერწყვდენის სახით საჭმელთან, მაგრამ გადაებმება რა? უპირობო სტიმულს, ანუ ზარს, მოხდება განპირობება და ეს განპირობება უკვე აგერ მეოთხე სურათზე ნახეთ რას ხედავთ, რომ ზარის ხმა მხოლოდ განპირობების შემდეგ, ანუ განპირობებული სტიმული გახდა რა ზარი, გვაძლევს ძაღლში განპირობებულ რეაქციას, ანუ ნერწყვდენას. ეხლა ეს შეიძლება უცებ ძალიან ესეთი რთულად გასაგები იყოს, მაინც და მაინც რა შუაში არის რელიგიასთან და ფსიქოლოგიასთან, მაგრამ სინამდვილეში ფსიქოლოგიისთვის ძალიან საინტერესო ფენომენი არის. მალევე ამერიკელმა მეცნიერმა სკინერმა ცნობილი ყუთი გააკეთა, სკინერის ყუთის სახელითაა ცნობილი, სადაც ვირთხა ჩასვა. ძალიან გავამარტივებ ამ ვირთხის ამბავს, ესე იგი წარმოიდგინეთ ყუთი, რომელშიც არის ვირთხა და არის ერთი ბერკეტი რაღაცა. თუ უბრალოდ შემთხვევით ვირთხა ამ ბერკეტს შეეხება, ჩამოიყრება რაღაცა საჭმელი. და სკინერმა მე ხა ძალიან ფართოდ და ღრმად შეისწავლა, რა სახის განპირობებები არსებობს და როგორ და აღმოაჩინა, რომ არსებობს ესე იგი ეს არის პავლოვზე რაც ვლაპარაკე კლასიკური განპირობება და სკინერის შემთხვევაში ოპერანტული, ანუ როდესაც სუბიექტი აქტიურად მოქმედებს თვითონ და აღმოაჩინა, რომ მაგალითად თუ ცხოველს ეცოდინება, რომ საჭმელი ჯილდოს ის უეჭველად მიიღებს, საჭმელი ჩამოვარდება, მაგრამ არ ეცოდინება როდის, ის ესე იგი აუცილებლად დიდი სიხშირით ეცდება, რომ ამ ბერკეტზე მოახდინოს ზემოქმედება. ნუ ახლა შეკითხვა ალბათ ვარაუდობ ბევრი თქვენგან აქვს, ნუ მაინც რა შუაში ახლა ეს ყველაფერი ზოგადად ადამიანთან რა შუაშია, მოდი აქედან დავიწყოთ. სინამდვილეში ძალიანაც შუაშია. აი მე თქვენ გაგახსენებთ სლოტ აპარატებს, რომელიც ჩემს ბავშვობაში ძალიან მრავლად იყო ხოლმე თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ბაზრებში და სადაც ადამიანები ხან ხურდა უნდა ჩაგეგდო, ხან კუპიურა უნდა შეგეცურებინა ამ სლოტ აპარატში და მე იყო ეს ღილაკი, ამ ღილაკს ურტყავს ადამიანი ხელს, იქ რაღაცა მარწყვები დადიოდა ხოლმე და რაღაცა ჯეკპოტს იღებდა. ესე იგი ზუსტად ერთ-ერთში ადამიანის ქცევა იმგვარად, რომ მან არც კი იცის, ექვემდებარება ამ ოპერანტულ განპირობებას და არც კი იცის, რატო გაუვითარდა მას ეს დამოკიდებულება ამ თამაშის მიმართ, რომელიც დიდი პრობლემა არის ჩვენ საზოგადოებაში, ეს თამაშის დამოკიდებულება. აი ზუსტად იმ ცოდნიდან გამომდინარე შეგვიძლია ამ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ზუსტად იგივე პრინციპი მუშაობს ადამიანში, რაც ცხოველის შემთხვევაში, ვირთხის შემთხვევაში მოხდა. ან კიდე ერთი სხვა მაგალითი, რომელიც ისევ აი განპირობების თემას შეეხება. რამდენჯერ ხსმენიათ, რომ ადამიანს ეთქვას სიგარეტის მწეველ ადამიანს, რომ სიგარეტს ვეწევი, იმიტომ რომ აი რაღაცა პრობლემა რო არის, მეხმარება ყურადღების გადატანაში და მამშვიდებს, ხო? ახლა ასე ცალკე თუ შევხედათ, არედი, არაფერ შუაში არ არის არც დამშვიდებასთან და არც რაიმე პრობლემის, ესე იგი, მოგვარებასთან მით უმეტეს, ხო? ანუ რა მოხდა ამ შემთხვევაში? თუ ადამიანს რაიმე სამწუხარო ამბავი შემთხვევა, რომელმაც ეს სტიმული არის, რომელმაც მასში ბუნებრივად უნდა გამოიწვიოს რეაქცია ის, რომ დავმწუხდი, დავსევდიანდი, თუ გადაება ეს, იმიტომ რომ ამ დროს ერთხელ მოწია
გადაება ეს არის სტიმული ერთმანეთს, ხო? მე უკვე ადამიანს გონია, რომ აი სიგარეტი მე მომშვიდებს. სიგარეტი კი არ გამშვიდებს, უბრალოდ ზუსტად იგივე განპირობებული, როგორც აი ჩვენი ცხოველები იყვნენ, იქ შემთხვევაში განპირობებულები. რატომ უყევი ამ ორი სკოლის მაგალითზე? აი ისე მეორე იმ შეკითხვას. რა არის ფსიქოლოგია? ფსიქოლოგია არის მეცნიერება, რომელიც ცდილობს ქცევის ახსნას. შეისწავლოს ესე იგი გონება, რა თქმა უნდა, უმეტეს შემთხვევაში ადამიანზე არის კონცენტრირებული, მაგრამ ადამიანზე კონცენტრირებულობა რომელი კუთხიდან შეისწავლოს, ესე იგი. ერთი გველაპარაკება, ფროიდი გველაპარაკება და სიღრმის ფსიქოლოგია ისეთ საინტერესო საკითხებზე, როგორიც არის რომ განდევნილი დათქმული ინსტინქტები, არაცნობიერი და ასე შემდეგ და ფროიდი ამ თავისი კონცეფციიდან არ ქონდა თითქმის ყველაფრის ახსნას აქედან გამომდინარე ცდილობდა. მაგალითად რელიგიის წარმოშობისაც, ახლა ის მატერიალისტი ადამიანი იყო, არ ჯეროდა ღმერთის არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ ებრაული წიაღიდან მოდიოდა, ის კარგად იცნობდა ბიბლიას და რაღაც აი თავისი კონცეფტიდან ცდილობდა აეხსნა ეს ყველაფერი, ხო? ბიჰევიორისტები, როგორც გითხარით, საერთოდ არც კი აღიარებენ, რომ იქით რაიმე არსებობს, გარდა ამ განპირობებისა, ამ დასწავლის მექანიზმებისა რაიმე არსებობდეს. ამიტომ ჩვენ ასე ვთქვათ, ეკლესიაში, ხო? აი ბუნებრივად რაღაცნაირად ვდგებით ამ პრობლემის წინაშე, პირველი პრობლემის წინაშე. როგორ გავსაზღვროთ დამოკიდებულება იმასთან, რაც თავისთავად არ არის ერთიანი. ახლა ობიექტურობისთვის რო ვთქვათ, ეს სკოლები დაახლოებით 100 წელი ჯერ არ გასულა, მაგრამ ერთი საუკუნის წინანდელი სკოლები არის, რომლებიც დღემდე არსებობენ, მაგრამ თითქოს ფსიქოლოგია მიდის იქითკენ, რომ უფრო ეკლექტური ხდება, იცით როგორ სხვადასხვა სკოლიდან იღებს იმას, რაც უეჭველად დადასტურებულია და სწორია და უარყოფს იმას, რაც ვერ დასტურდება და ამგვარად თითქოს არის მცდელობა, რომ შეიქმნას ერთიანი გაერთიანების თეორია რაღაცნაირად, რომელიც მოგცემს უფრო სრულ სურათს, რომელიც ახსნის ადამიანის ქცევას და ზოგადად ფენომენს ადამიანისას, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი არ არის. ასეთი არ გვაქვს და ამიტომ ესე იგი ეკლესიის დამოკიდებულებაზეც საუბარი ცოტა რთულია. არც ეკლესიას არ აქვს, მოდი პირდაპირ ვთქვათ, ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული. არსებობს ესე იგი განსხვავებული მოსაზრებები ხშირ შემთხვევაში, ხო, ქართულ სივრცეში ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ქართულად რაც არის, ხო, ძალიან კარგი ნაშრომი მიტროპოლიტ იერათეოს ვლახოსის, ხო, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია და აი ესე აქა-იქ რაღაცეები. მე სამწუხაროდ ბერძნულად არ ვკითხულობ და არ ვიცი საბერძნეთში რა სიტუაცია ამ კუთხით, მაგრამ სხვა ენებზე რო ვთქვა, რომ მაინც და მაინც დიდი ლიტერატურა გქონდეს, ეს ასე არ არის, ეს არის აბსოლუტურად ღია საკითხი. რადგან ვფიქრობ, რომ აი ფსიქოლოგიის რაობაზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ და იმედი მაქვს, რომ გასაგები იქნება ეს მსმენელისათვის და ძალიან არ დავაბნიე მსმენელები, უასი არის შენდობას ვითხოვ, ვფიქრობ, რომ შემიძლია ახლა გადავიდე იმ ნაწილზე საუბრის, სადაც უფრო მეტად მოდი აი იმ განსხვავებას წარმოვაჩენ, რაც რელიგიურ და ფსიქოლოგიურ ხედვას შორის არსებობს, მიუხედავად ფსიქოლოგიის აი ესეთი არაერთგვაროვნებისა. პირველი განსხვავება ეს არის ანთროპოლოგიური განსხვავება. ანთროპოლოგიური განსხვავება რატომ ახლა ჩვენ ქრისტიანები ვართ აქ შეკრებილები, რომლებიც ამოდივართ იმ წმენიდან, როდესაც ადამიანზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანი არის, ესე იგი, შედგება ორი ნაწილისაგან, სხეულისა და სულისაგან. ან თუ უფრო სხვა კუთხიდან შევხედავთ, შეიძლება სამნაწილდობაზეც ვისაუბროთ, ხო, ესე იგი, სული, სამშვინველი და სხეული. აი ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგია ასაუბრობს ადამიანის უკვდავი სულის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვასიტყვით მას ქვია მეცნიერება სულის შესახებ და ამას თავისი მიზეზი აქვს. ეს არ საუბრობს, არ ნიშნავს, რომ უარყოფს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომელიმე ესეთი ფსიქოლოგები ან ფსიქოლოგიური სკოლა, რომელიც რაღაცა ხმლით ამოღებული იბრძოლებს, შეიძლება რელიგიის წინააღმდეგ, თუნდაც ფროიდის შემთხვევა რო ავიღოთ, მაგრამ უბრალოდ ფსიქოლოგია თავისი მიზანდასახულობიდან არიდებს თავს. რატომ? იმიტომ რომ რელიგია და რელიგიური ცოდნა, აი ჩვენ მაგალითად რას ეფუძნება ჩვენი ის ცოდნა, რაც ღვთისმეტყველებაში არის თავმოყრილი. უპირველეს ყოვლისა, აი პირველი წყარო რა არის? ეს არ არის ცოდნა, რომელიც მიღებული არის
რაღაცა ცდისეულად. ეს არ არის ცოდნა, რომელიც ფილოსოფიური გზით, ანუ რაღაცა ჭვრეტის გზით, ესე იგი რეფლექსიის და ფიქრით მიიღო ადამიანმა. ხო, ეს არის გამოცხადებაზე დაფუძნებული ცოდნა, ესე იგი ღმერთმა ინებარა, გამოგვიცხადა საკუთარი თავი და აი აქედან მოყოლებული ჩვენ გვწამს ეს ისე, როგორც გამოაცხადა ღმერთმა საკუთარი თავი. მაგრამ ესე იგი ეს სხვათა შორის ეს კანტიდან მოყოლებული ასე არის, ხო? პირველი ალბათ კანტმა გააკეთა ეს განსხვავება, რომ ღმერთის არსებობა, არარსებობის საკითხი არ ეხება მეცნიერებას, იმიტომ რომ ეს თავისთავად მიღმა არის. მეცნიერების მიღმა არის და ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ფსიქოლოგია არ საუბრობს სულის შესახებ და ეს მთლიანად ესე იგი რელიგიის პრეროგატივად რჩება. მეორე განსხვავება ჩემი ხო აქ ეს განსხვავება არის, მაგრამ არ არის ასე ვთქვათ ჩემი უფრო პრობლემა აი მეორე განსხვავება, რომელზეც ახლა ვიტყვი, ეს არის განსხვავება мотивაციებთან დაკავშირებით. ესე იგი, რა არის ის мотивაციები, ან სისტემები, სამოტივაციო სისტემები, ასე ქვია ფსიქოლოგიაში, რაც ჩვენ აღგზრავს რაიმე მოქმედების შესასრულებლად, ხო? და ამისთვის კიდე ერთ ფსიქოლოგს ვახსენებ, აბრაამ მასლოუს, რომელსაც აქვს ცნობილი პირამიდა, მასლოუს პირამიდა და ძალიან გამარტივებულად ესახება. მოკლედ, მასლოუ არის, ესე იგი, ადამიანი, რომელსაც შემოგთავაზა სადა რო აეხსნა ადამიანის ქცევის მიზეზები. და შემოგთავაზა პირამიდა, სადაც იერარქიის მიხედვით დაალაგა мотивაციები ადამიანის. პირველი ამ იერარქიაში არის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, მაგალითად, შიმშილი, ხო? პირველი, ესე იგი, თუ არ არის ჩემი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, ანუ მშია, მწყურია, ძილი მაკლია და ასე შემდეგ, რაც მე გადარჩენაში შემიშლის ხელს, ну, სხვა ყველაფერი მნიშვნელობას კარგავს. ჯერ ეს უნდა იყოს მინიმალურ დონეზე მაინც დაკმაყოფილებული. როდესაც აი ეს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დაკმაყოფილდება, ავდივართ პირამიდის მეორე საფეხურზე. მეორე საფეხურზე ჩვენ გვხვდება უკვე უსაფრთხოების მოთხოვნილება. უსაფრთხოების, ანუ რო წარმოვიდგინოთ პირობითად პრეისტორიული ადამიანი, რომელმაც ნანადირევი მოიტანა, მოამზადა და დანაყრდა, ეს საკმარისი არ არის, ხო, იმისთვის რომ მან თავი უსაფრთხოდ იგრძნოს, იმიტომ რომ შეიძლება მტაცებელი ცხოველი დაეცეს თავს ღამით და მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ ეს ადამიანი აშენებს რა? სახლს, თავშესაფარს, სადაც ის იგრძნობს უსაფრთხოებას. ეს მეორე საფეხური. ამის შემდეგ იწყება, ავდივართ მესამე საფეხურზე. მესამე საფეხური ეს არის კუთვნილების მოთხოვნილება, როდესაც ადამიანს აქვს სურვილი იმისა, რომ გასცემდეს და იღებდეს სიყვარულს სხვა მისი მსგავსებისგან, ეკუთვნოდეს რომელიმე ჯგუფს, ოჯახს, სოფელს, რაიმე ერს, ტომს, ეკლესიას და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ, ხო და ესე თავისთავად არ ვარსებობთ. სოციუმის ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. თუ ესეც მიღწეული არის მესამე საფეხურით და ადამიანი ეკუთვნის რომელიმე ჯგუფს, უკვე შემდეგი არის, რომ ესე იგი ამ ჯგუფში მას ჰქონდეს პატივისცემა, ესე იგი ავტორიტეტი, პატივისცემა იქიდან გამომდინარე, ის არის ღირსეული ადამიანი და დაფასებული ადამიანი არის. ხო, ესე იგი დაფასების მოთხოვნილება და მასლოუ ეუბნება, რომ აი ესენი არის ის, რაც აღზრდავს ადამიანს. და თუ აი ეს ოთხივე შესრულდება, ამის შემდეგ უკვე იწყება ესე იგი საკუთარი თავის განვითარებისკენ მიმართული მოთხოვნილებები, мотивაციები, რომლებიც უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ მაგალითად მე თუ მჭედელი ვარ, ესე იგი ნიშნავს იმას, რომ ფიზიოლოგიური და შიმშილის პრობლემა არ მაქვს, უსაფრთხოების პრობლემა არ მაქვს, სოფელში ვცხოვრობ და ამ სოფელში პატივს ვცემენ, იმიტომ რომ მჭედელი ვარ და ყველას ვჭირდები მჭედელი, ჭირდება ხო მჭედელი, რაღაც მომენტში ადამიანი მიდის იმ აზრამდე, რომ მოუნდება მას, რომ იყოს, არამედ კარგი მჭედელი იყოს, სრულყოს თავისი სპეციალობა, რაღაცა უფრო კარგი გააკეთოს, ვიდრე ორდინალური ჩვეულებრივი ამბები არის, ხო? და ესე ავდივართ პირამიდის წვერში, სადაც ეს არის და მასლოუმ მერე კიდე ამის შემდეგ დააყენა რელიგიური მოთხოვნილება, თუ ეს ყველაფერი შესრულებულია, ადამიანს მერე ტრანსცენდენტული სურვილები უჩნდება, რომ ასევე რელიგიაზე იფიქროს. ახლა ცხადია, ეს არ არის ზუსტი ასახვა იმისა თუ სინამდვილეში როგორ აგვაქვს საქმე, იმიტომ რომ იოლად შეიძლება შევეკამათოთ მასლოუს რაღაც თუნდაც იერარქიულობასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის ჩემი მთავარი სათქმელი. მთავარი არის ის, რომ
ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ აი რაც მასლოუზე ვილაპარაკე სამი სისტემა мотиваციის რომელიც ჩვენ გვიბიძგებს ქმედებისკენ ხო რა სისტემებია პირველი ეს არის ფიზიოლოგიური მეორე ეს არის პროსოციალური ამ სოციუმში ინტეგრაციისკენ და ასე შემდეგ და მესამე ეს არის საკუთარი თავის განვითარებისკენ მიმართული აი ანუ ეს სამი ახლა თავისთავად ამაში პრობლემა არაფერი არ არის აბსოლუტურად მისაღებია ქრისტიანობისთვისაც და სწორია იდეაში ეს მიდგომა მაგრამ პრობლემას ვაწყდებით იქ რომ ქრისტიანობა გვეუბნება ჩვენ რომ არსებობს კიდევ ერთი რამ რაც შეიძლება ჩვენ გვიბიძგებდეს ამა თუ იმ ქცევისაკენ ეს არის დაცემული ძალა ბოროტი რომელიც აგებს ისეთ ხრიკებს რომელს და მისი მიზანი არის რომ ადამიანი ჩააგდოს ცოდვაში ახლა მე ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა რომელიც საკმაოდ განათლებული ადამიანი არის და სანამ ირწმუნებდა ღმერთს არ იყო თავიდანვე მორწმუნე ჩემთვისო გაცილებით იოლი იყო რომ დამეჯერებინა ღმერთის არსებობა ვიდრე ის რომ დამეჯერებინა რომ ეშმაკიც არსებობს ეს რაღაცნაირად როგორც ჩანს ხრიკი არის ბოროტი ძალის რომელმაც მოახერხა ის რომ ბევრ ადამიანს თანამედროვე დროში შეიძლება რაღაც მითოლოგიური წარმოდგენა ჰქონდეს და არც კი რეალურად რაღაც ბოროტი ძალა და ეშმაკი იყოს სიმბოლო ან რაღაცა ზოგადი წარმოდგენა ბოროტებასთან დაკავშირებით და არა ის რომ ეს არის კონკრეტული პიროვნება თავისი მთელი ლეგიონებით რომელიც იბრძვის კაცობრიობის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ ეს საიდან ვიცით? ცხადია, უპირველეს ყოვლისა სწავლებიდან, ხო? იგივე ალბათ აქ შეიძლება შეკითხვა ესე დავუსვათ, რომ პირველად სად შემოვიდეს, ხო, ერთად ბოროტი ძალის თემა წმინდა წერილში, როდესაც ედემის ბაღში იმართება ის ცნობილი დიალოგი ევასა და გველს შორის, ხო? და შეკითხვა ის არის, რომ გველი რომ არ მისულიყო ევასთან, ევა დაეცემოდა, ევა მოწყვიტავდა ცნობილ ხეს ამ ხის ნაყოფს. და ნუ აუცილებლად შეიძლება ბევრნაირი აზრი იყოს მოწყვიტავდა არ მოწყვიტავდა ალბათ უფრო ჩემი აზრით არ მოწყვიტავდა ამ ნაყოფს ეს არ იყო რაღაცა არა უბრალოდ ამაზე არის ახლა საეკლესიო აზრი თანხდება რომ ადამიანის დაცემა ეს არ იყო აუცილებლობა და შესაძლებელი იყო ამის თავიდან აცილება ანუ ესე იგი ნახეთ რომ არა ბოროტი ძალის მიერ დადგმული ხრიკი რომელმაც უბიძგა აღძრა ევა მოქმედებისაკენ მაშინ ჩვენ შეიძლებოდა თავი აგვერიდებინა იმ დავით არაბისათვის, რაშიც მთელი კაცობრიობა ვიმყოფებით, ხო, იქიდან მოყოლებული სულ. ანუ, ესე იგი, აი ამ სისტემებთან ერთად, რომელიც თქვი, რომელიც ჩვენ რაღაცეებს აღგვძრავს იმისკენ, რომ ჩვენ ვიმოქმედოთ და რაღაცა ვაკეთოთ, დაგვემატა კიდევ ერთი. ეს არის ბოროტი ძალა. ახლა თუ თქვენ დამისმევთ მე შეკითხვას, რომ მაინც როგორ ხდება ის, რომ ბოროტი ძალა ადამიანზე ახდენს გავლენას, სიმართლე გითხრათ მე ამ პირდაპირ არ მაქვს. შეიძლება ახლა ჩვენ რა თქმა უნდა საეკლესიო სწავლება გვეუბნება რომ ადამიანი თავისუფალ ნებაში არის ხელშეუხებელი ღმერთი თავისთავად ცხადია და უფალი და სულიწმინდის მადლი ადამიანის ნებას არასდროს არ ეხება, ბოროტი ალბათ შეეხებოდა რომ კონდეს, მაგრამ არ აქვს მას ამის საშუალება რომ შეეხოს, მაგრამ მაინც მიუხედავად ამისა არის რომ ადამიანის სიტყვაზე ნებაგებრძვის რაღაცა პრობლემა გაქვს, საიდანაც სულიერი პრობლემა გინდა რომ თავი დააღწიო, გამოხვიდი აქედან, მაგრამ აი რაღაც ეშმაკის მანქანებით რაღაცა ისეთი განსაცდელი დაგხვდება წინ რომ ამ სიტყვაში ჩაგდებს, ხო? აი ეს არის მაქსიმუმ რაც შეიძლება ვთქვა და ეს არის ჩემი აზრით ისეთი საკმაოდ სერიოზული განსხვავება ფსიქოლოგიურ და რელიგიურ ხედვას შორის ადამიანის мотиваციებთან დაკავშირებით და მე მინდა რომ საუბრის ბოლოს ერთი კარგი მაგალითი მოვიყვანო იმისა თუ რა სარგებლობა შეიძლება ბოლო-ბოლო მოიტანოს ფსიქოლოგიის შესწავლამ მათ შორის ეკლესიაში და რელიგიისათვის და ესეთი საკამათო საკითხი არის, რაზეც მინდა ახლა თქვენი ყურადღება მივაპყრო, მაგრამ საინტერესოა და მნიშვნელოვანი არის. მოკლედ დაახლოებით ალბათ 20 წელი არის მაინც დეკემბერში რომ დაიწყება ხოლმე ეს კალენდართან დაკავშირებით, რომ კალენდარი უნდა შეიცვალოს თუ არ შეიცვალოს დებატები, მოკლედ სანამ ახალი წლები არ გადაივლის, იქამდე სულ ამ ორ მტრიალში ვართ ხოლმე ადამიანები რა ხა კამათში პრობლემას მე ვერ ვხედავ პირიქით, კარგიც კი არის დებატები და
დისკუსია, იმიტომ რომ ადამიანს აღძრავს აზროვნებისაკენ და რაღაცნაირად გონებას აცოცხლებს, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ეს დებატები ხშირად გადადის მე ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, დამამცირებელ გამონათქვამებში და ყველა ის უდი ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება საეკლესიო წიაღში. ახლა მე არ ვიხები ამის საფრთხისმეტყველო და ისტორიულ კუთხეს, უბრალოდ ფსიქოლოგმა რა შეკითხვა უნდა დასვას, ხო ბოლო-ბოლო, რომ თუ რა არის ის, რის გამოც ბოლო-ბოლო აი ამდენი წელია შეიძლება რომ ეს დისკუსია გრძელდებოდეს, მაგრამ ადამიანები მაინც ესე ჯიუტად იდგნენ თავიანთ პოზიციაზე და არ უნდოდეთ რომ პოზიცია შეიცვალონ, არ აქვს რომელ მხარეს მაგას არსებითი მნიშვნელობა. მოკლედ იყო ესეთი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე, შვეიცარიელი, რომელსაც სხვათა შორის აი სკოლებზე ხო ვილაპარაკე და კიდე ერთი სკოლა აქვს, რომელსაც კოგნიტური განვითარების მიმართულებას ეძახიან, ესე იგი ეს არის განვითარების ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ის, რომელიც ცდილობს შექმნას ის თეორია აწყოს, რომელიც აგვიხსნის თუ როგორ ვითარდება ბავშვი, ვიდრე ესე იგი დაბადებიდან, ვიდრე მიაღწევს სრულწლოვან ასაკს. ჟან პიაჟემ გამოყო განვითარების 4 სტადია. უბრალოდ ჩამოვთვლი ძალიან მოკლედ და მხოლოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანზე გავამახვილებ ყურადღებას. ესე იგი, პიაჟე გვეუბნება, რომ დაბადებიდან 2 წლამდე არის სენსო-მოტორული სტადია, სადაც ადამიანი ძირითადად შეგრძნებებით იღებს ინფორმაციას, როგორც არის დავინახე, გავიგონე, შევეხე და აი ამ ინფორმაციას ვამუშავებთ, შემდეგ გადავდივართ, ესე იგი, ოპერაციამდელ პერიოდზე, ეს არის სკოლამდელი პერიოდი, შემდეგ არის კონკრეტული ოპერაციების პერიოდი, როდესაც აზროვნებისთვის ადამიანს ბავშვს ჭირდება, რომ მის წინ კონკრეტული საგნები იყოს და აბსტრაქტულად უჭირს, ხო? ბავშვს რო ვასწავლით მაგალითად თვლას, რატომ არის ხო ჭხირებს ულაგებდნენ ხოლმე და აქედან გამომდინარე კონკრეტული იყოს, მაგრამ როგორც კი ის უკვე უფროს და უფროს კლასებში გადადის და სადღაც ალბათ 13-14 წლიდან ეს საზღვრები არასდროს არ არის ფიქსირებული, იმიტომ რომ ყველა ადამიანები განსხვავებულები და ინდივიდუალურები ვართ, ხო? გადავდივართ აბსტრაქტული ოპერაციების პერიოდში. აბსტრაქტული ოპერაციები ნიშნავს იმას, რომ უკვე ადამიანს შეუძლია არა მის წინ არსებულ რაიმე საგანზე იაზროვნოს მხოლოდ, არამედ აბსტრაქტულად რთული მათემატიკური განტოლებაც კი ამბოხსნას, მათ შორის და ასე შემდეგ. ეს ამაში გადის მაგალითად მორალი ხო ეს რაღაც ხელშესახები არ არის, ეს არის ჩემი ზოგადი წარმოდგენა სამყაროს შესახებ, როგორ არის სამყარო მოწყობილი, რა არის კარგი, რა არის ცუდი და როგორ უნდა ვიმოძრავო ამ კარგსა და ცუდს შორის, ხო? აი ამის გაგებასაც პიაჟეს მიხედვით ჭირდება, რომ გადავიდეს ადამიანი ფორმალური ოპერაციების სტადიაზე. ამ სტადიებთან ერთად მოქმედი არის 5 პროცესი, რომელიც ადამიანის განვითარების პერიოდში მის გონებაში მოქმედებს, რომლებიც ესე იგი მნიშვნელობა, ხო, ეს არის სქემები, მენტალური სქემები. მენტალური სქემები ნიშნავს იმ წარმოდგენას, რომელიც ჩემს გონებაში იქმნება, მაგალითად, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის ჭიქა, უბრალოდ ჩვეულებრივი ჭიქა, როგორ მოქმედებს, რაში მჭირდება, როგორ უნდა გამოვიყენო და ასე შემდეგ. არის ასიმილაციისა და აკომოდაციის პროცესები, ეს არის ესე იგი ახალი ინფორმაციის შეძენა და ამ ახალი ინფორმაციის ძველ ინფორმაციაში მოთავსება სწორად. შემდეგი არის ორგანიზაცია, რომ ადამიანს ესმოდეს მაგალითად, რომ კატა და ძაღლი შეიძლება უფრო მეტად ერთ ჯგუფში იყოს მოქცეული, ვიდრე რაღაცა ნიანგი და რაღაცა ხვლიკი, რომელიღაცა ეს არის, მაგრამ ამ 4-ს ერთად მოათავსებს, თუ ამათ საპირისპიროდ ბოთლი იქნება, იმიტომ რომ ბოთლი ეს არის უსულო საგანი, ეს არის ორგანიზაცია და ბოლო ეკვილიბრიუმი, ანუ ბალანსი, ადამიანის ფსიქიკაში არსებული ბალანსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ბუნებრივად მიდრეკილები ვართ იქითკენ, რომ ვიყოთ ბალანსის მდგომარეობაში, ესე იგი, ყველაფერი იმასთან მიმართებაში, რაც ვიცით და როგორც მოქმედებთ. თუ ეს ბალანსი დაირღვა, ადამიანი გადადის უკვე რაღაცნაირად ფსიქოპათოლოგიის სფეროში შეიძლება გადავიდეს ადამიანი, ხო? აი, მოდი ავიღოთ მაგალითი ესეთი, რომ პატარა ბავშვი გადის დედასთან ერთად გარეთ, დაინახავს ავტობუსს და ამბობს: დედიკო, შეხედე მანქანა. და ამ დროს დედა ეუბნება, რომ ეს მანქანა კი არ არის, ეს არის ავტობუსი. ამ დროს რა მოხდა, ესე იგი, ფსიქოლოგიურად რო ავხსნათ, პიაჟეს თვალით რო ავხსნათ, ესე იგი მოხდა რა? ბავშვმა მის გონებაში არსებული სქემა მანქანისა, რომელიც ეუბნება, რომ მანქანა არის სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 4 ბორბალი აქვს და ვიყენებთ იმისთვის, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდეთ.
დაინახა რა პრინციპში იგივე დანიშნულებით შექმნილი სხვა სატრანსპორტო საშუალება ავტობუსი, რომელსაც ასევე 4 ბორბალი აქვს და ასევე გადასაადგილებლად ვიყენებ, მოახდინა ასიმილაცია, თქვა რომ ესეც არის მანქანა. მაგრამ რადგან შევიდა მასში ახალი ინფორმაცია, რომელმაც უთხრა, რომ ეს მანქანა კი არ არის, ეს ავტობუსია, ამის გამო მასში შეიქმნა დისეკვილიბრიუმი, ანუ დისბალანსის მდგომარეობა, რაღაცეები აღარ დაემთხვა ერთმანეთს და აქედან გამოსავალი არის ორი. ან ადამიანმა უნდა მიიღოს ახალი ინფორმაცია და მოახდინოს წინარე არსებული სქემების შეცვლა, ან უნდა უარყოს ახალი მიღებული ინფორმაცია. აი ეს არის ის პროცესი, როგორც პიაჟეს მიხედვით ჩვენ მივდივართ. ახლა რა შუაშია ეს ყველაფერი კალენდართან, ხო? ზუსტად იგივენაირად, ესე იგი, პიაჟე ამბობს, რომ ეს პროცესები სულ მიდის ადამიანში, ეს არ თავდება რაღაც განვითარებისთვის. სხვადასხვა, ხო, რა უნდა მეთქვა? ეს კი პიაჟეს შეხედულება არის და პიაჟემ ეს 4 სტადია გვითხრა და ბოლო არის ფორმალური განვითარების, ფორმალური ოპერაციების სტადია, მაგრამ მე პიაჟე გააკრიტიკეს და სხვა ფსიქოლოგებმა და თქვეს, რომ ეს არ არის აუცილებელი, რომ ყველა ადამიანი გადავიდეს ამ სტადიაზე. შეიძლება ადამიანი იყოს ძალიან გონიერი, ძალიან წარმატებული თავის საქმეში, სრულფასოვანი წევრი საზოგადოების, მაგრამ აი სრულყოფილად არ იყოს გადასული ამ ფორმალური ოპერაციების სტადიაზე და მისთვის აი ეს რაღაცა იყოს მიუღწეველი რაღაცნაირად, ხო? იგივე აი მანქანის მაგალითი რომ მოვიყვანოთ და კალენდართან მიმართებაში ჩავსვათ, მივიღებთ რას, რომ აი 20 წლიან რაღაცა დავაში ვართ გახვეულები, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ხანდახან გულს ტკენს ხოლმე, იმიტომ რომ მიდის დამცირება, როგორც გითხარით და რა ვიცი, თან თვითონ ეკლესიასაც. სწორედ ის არის, რის გამოც აი ნახეთ, ბავშვმა მასში არსებული, წინასწარ არსებული სქემა შეცვალა. თქვა რომ მანქანა, გავიგე, მანქანა, ეს ავტობუსია. თუ ჩვენ ავიღებთ, რომ ადამიანს, ესე იგი, ეს სქემები ყოველთვის იქნება ჩვენ გონებაში, როდესაც ახალი ინფორმაცია შემოდის. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ინერციაში და მას ერთხელ უთხრეს, ორჯერ, სამჯერ უთხრეს, თუნდაც კალენდართან დაკავშირებით, რომ ეს კალენდარს თუ სიტყვაზე რაიმე კალენდარული რეფორმა გატარდება, ეს გამოიწვევს რაღაცა, არ ვიცი, ეს არის ერესი და წარწმენდა და დაქცევა ეკლესიის, ხო? ადამიანში შეიქმნა ეს სქემა და მოდის ახალი იქნება რომ ეს ასე არ არის აუცილებლად. შესაძლებელია კაცობრიობით და დაიდება ხოლმე ახლა მეორე მხრიდან ასე ვთქვათ, ვინც მომხრე არის რომ კალენდარული რეფორმა გატარდეს, საფრთხისმეტყველო არგუმენტების მთელი წყება, ასტრონომიული არგუმენტების მთელი წყება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს ახალი ინფორმაცია ადამიანში იწვევს რა, ესე იგი, ბალანსის მდგომარეობის შეცვლას, ან ის სქემები ვეღარ ხსნიან რეალობას. ამიტომ ორი ვარიანტი არსებობს, როგორც ბავშვის შემთხვევაში არსებობდა ორივე ვარიანტი. ან უნდა მიიღოს ადამიანმა, ან უნდა უარყოს, იმიტომ რომ ბალანსის მდგომარეობაში დარჩენა, ესე იგი, ჩვენ როგორც კი გადავდივართ დისბალანსის მდგომარეობაში, ავტომატურად მაინც მიიწევს ჩვენი ცნობიერება იმისკენ, რომ დაბალანსდეს რაღაცა და ისევ ეკვილიბრიუმის მდგომარეობას დაუბრუნდეთ და თუ აი ეს კრიტიკას რო დაუბრუნდეთ, რომლებიც ამბობენ კრიტიკოსები, რომ ყველა ადამიანი აუცილებლად არ გადადის იმ სტადიაზე, ხო? ჩვენ ესე იგი ამის გაგება გვმართებს. აი ჩვენი მოწოდება თუ არის, რომ სიტყვაზე უპირობო სიყვარული გქონდეს მოყვასის. უპირობოდ ვიყოთ ემპათიურები ჩვენი მოძმის მიმართ, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი მცნებები, რომელიც ვალდებულება არის ჩვენი, რომ შევასრულოთ აუცილებლად, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ აი და ამითი დავამთავრებ უკვე საუბარს. თუ ჩვენი მცნების უკან გვექნება მათ შორის ინტელექტუალურად, ფსიქოლოგიური აპარატით ახსნილი, ასე ვთქვათ, ამ მექანიზმს, ამ ხარაჩოს თუ გამოვიყენებთ ფსიქოლოგიურს, რომელიც აღვიხსნის თუ რატომ იქცევა ადამიანი ასე თუ ისე, შესაძლებელია რაიმე ქმედება მისთვის უბრალოდ მიუღწეველი იყოს, ხო და ვიქნებით უფრო ნაკლებად გამკითხველები, ნაკლებად გამბრისყლებით ჩვენს მოძმეზე და უფრო მეტად ვიქნებით შემწყნარებლები და მიმღებლები. აი ეს არის ძირითადად ის, რაც მინდოდა მითქვა დღევანდელ დღეს, არ ვიცი, რამდენად გასაგები იყო მსმენელისთვის, ვიმედოვნებ, რომ იყო და თუ არის სურვილები, შეგვიძლია უკვე გადავიდეთ, რა ვიცი, მეორე ეტაპზეც ალბათ.